შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულში მხილებული 34 ადამიანი დააკავეს. მათ ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვას და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას ედავებიან. დაკავებულთა შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორებიც. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, ჰეროინი, კოკაინი, სუბოქსინი, მეთადონი და ალფა PVP ამოიღეს. ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მასალა და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. დაკავებულთა შორის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. თონიჭალის დასახლებაში დაკავებულების მეზობლები ამბობენ, რომ უბანში ხმაური ხშირად შეინიშნებოდა. სად დააკავეს ხომ არ იცით? გეფცება вообще აქ არ ცხოვრობდა? არა, მისი ბებია 5 წელი მოგდა, вообще არ მოდის აქ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ხმაური შეინიშნებოდა. აქ გარშემო თითქმის ყველა ამ საქმიანობითაა დაკავებული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 34 პირი ბრალის წარდგენას ელოდება. მათი ადვოკატები კი ჯერ საქმის მასალებს ეცნობიან და დეტალებზე ვერ საუბრობენ. არ შეხვედრი ვარ ჯერ, შესაბამისად არც პოზიცია არ მაქვს შეთანხმებული. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგიდან ირკვევა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით ძირითადად ღამის კლუბებში ხდებოდა. ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გეკა გელაძემ ეს დღეს კიდევ ერთხელ თქვა და წარმატებული სპეცოპერაციისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს. კერძოდ, ინტერნეტ აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.